ადგილს. Საუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა გრიფით საჯარო, მე ტარიელ დათიაშვილი ვარ, ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი დავით ბერძენიშვილი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი. და ვისაუბრებთ დღეს ბაგრატის ტაძარზე, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთ უიშვიათეს სიმბოლოზე, რომელიც უამრავ ისტორიულ ფაქტორს აერთიანებს არა მარტო ჩვენს ისტორიაში, არამედ რეალობაშიც, ჩვენ რეალობაშიც. ასე რომ ვთქვათ, ჩვენი რეალობისთვის ბაგრატის ტაძარი ახალ საჯილდაო ქვად იქცა. ამ შენობაში, ამ სიმბოლოში რაღაც თავი მოიყარა ბევრმა პოლიტიკურმა და რაღაც ისტორიულმა სიმბოლოებმა და ამით რაღაც თითქოს ვაჭრობის საგანიც კი გახდა, ასეთი შთაბეჭდილებაც კი დარჩა. ასე რომ ჩვენ გადაცემაში რაც უცნაურიც არ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით სერიოზული გადაცემა არ გაგვიკეთებია, სერიოზული გადაცემა მგონი დღესაც არ გამოგვივა, იმიტომ რომ პერიოდია ისეთი რომ ამისთვის ასე რომ ვთქვათ ჩასაჯდომად ამ საკითხისათვის ვერ მოვიცალეთ, თუმცა თქვენი კომპეტენცია იმედია დაგვეხმარება იმაში, რომ ცოტა ნათელი მაინც მოვფინოთ ამ საკითხს. უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო იუნესკოსთან დაკავშირებულ ატეხილ ხმაურს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბაგრატის ტაძარი ამოიღეს თუ არა მსოფლიო ისტორიული ძეგლების ნუსხიდან. რა ხდება ამასთან დაკავშირებით, ბატონ დავით? პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მსმენელს, ვლოცავთ ამდენ ახალწელს, ზოგადად და სიხარული ყველას. დიდი მადლობა. რაც შეეხება ახლა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებს, უნდა აღნიშნო ისიც, რომ ახლა თქვენ იუნესკო ახსენეთ და ამოიღესო თითქოს არ ვიცი ახლა ჯერჯერობით ინფორმაცია ასეთია, რომ ეს ინფორმაცია ძალიან ბევრჯერ გავრცელდა სხვადასხვა შინაარსით, სხვადასხვა ფორმით. დროებით შეაჩერეს, იყო ასეთი კიდევ ერთი პერიოდი თვითონ აღდგენის პროცესშიდაც დროებითაც იყო შეჩერებული, ასე ვიცი მეც და მიდიოდა მსჯელობა დარჩენილი იყო თუ არა, როგორც ჩანს ახლა უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და ამოღებულია, ასე ვთქვათ, იუნესკოს სიიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძეგლზე უარყოფითი შთაბეჭდილება გაგვიჩნდეს. რაღაცები შეიძლება მოგვეწონოს, ამ კითხვას დაგისვამთ აუცილებლად, ბატონ დავით, მაინტერესებს მანამდე, რა კრიტერიუმებით აფასებს იუნესკო ისტორიული ძეგლის ფასეულობას, რა არის ის ძირითადი, რაც დაიღო ამ შემთხვევაში მაგალითად. ახლა საერთოდ იუნესკო ძეგლს ძირითადად რამდენადაც ვიცი, ხებულობს კარგად მოვლილი ძეგლი თუ არის, ყველნაირად, თავისი კონკრეტულად ძეგლი მაქვს ხედულებაში, თორემ იუნესკოს შემადგენლობაში ბევრი პარკებიცაა, ჩანჩხერებიცაა შესული, მაგრამ რაც შეეხება ძეგლს, რა თქმა უნდა, უამრავი ნაკრძალებია და ასეთი რამ ისტორიული ძეგლთან დაკავშირებით 50-იანი წლებიდან მოყოლებული ეს აქვთ მაგათ პრაქტიკაში. და ისტორიული რაც მიიღო ისა იუნესკომ, ეს იყო ვარცდები 1994 წელს, მაშინაც ბაგრატის ტაძარი ნაწილობრივ იყო აღდგენილი, ნაწილობრივ ბატონ ვახტანგ ცინცაძის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ის პირვანდელი ნანგრევის სახით, რომელიც ცნობილი იყო 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში, მის მიერ აღდგენილი 60-იანი, 70-იანი წლებისა, ისა მიიღო 1994 წელს, რაც საკმაოდ იშვიათი გამონაკლისი არის. გაითვალისწინეს ახლა ძეგლის ხასიათი, გაითვალისწინეს იქ არსებული კიდევ ის ეკლესიები, ტაძრები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრებით იყო მოპოვებული, ის დიდი მატერიალური მასალა, რომელიც მაშინ იყო
ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ და აი ამიტომ გადაწყვიტეს როგორც ჩანს რომ მიეღოთ 94 წელში როგორც ანუ 1994 წლამდე მინდა რადიოსონერს გავაცრო რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ისტორიულ ძეგლთა სიაში ნუსხაში არ იყო არ იწებოდა არ იყო და მე როგორც ვიცი საბჭოთა კავშირი იყო დონორი დამფინანსებელი იყო ერთ-ერთი რა თქმა უნდა იყო უმთავრესი რომელიც იუნესკოს სამუშაოს ერთ-ერთი ენა რუსულიც კი არის ახლაც ამჟამად მიმდინარეობს და ესე იგი საბჭოების დროს ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში არ ირიცხებოდა ბუნებრივია ახლა ეროვნულ ძეგლებს მაინდა-მაინც მაშინ ყურადღება არ ეთმობოდა სამდენად ეროვნულია იუნესკო მე როგორც ვიცი იუნესკოს ძეგლთა სიაში შედის არა ეროვნული ძეგლები ისტორიული ძეგლების მქონე ეროვნული ისტორიული ძეგლი არის თავისი არსებით თავისი სიმბოლო გაერთიანებული საქართველოს ზუსტად აი მის გამო იყო რომ როდესაც ბაგრატ მესამემ ქუთაისი გამოაცხადა გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად ქუთაისი რომ წარმოეჩინა და გამოეჩინა, ამიტომ იწყებს ისეთი უნიკალური ტაძრის მშენებლობას, რომელიც მანამდე კი ახლა ჩვენ ბრწყინვალე საეკლესიო ხუროთმოძღვრება გვაქვს, მაგრამ მანამდე ასეთი ტიპის ეკლესია არ ყოფილა. ფაქტობრივად ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ახალი ეტაპი, იმიტომ რომ ბაგრატ მესამის მიერ აშენებულ, ბაგრატ მესამის პერიოდში აშენებულ, აი ამ ტაძარს მოყვა შემდგომში აშენება სვეტიცხოვლისა, ალავერდისა, სამთავისი ღვთისის, ნიკორწმინდა და მთელი რიგი ეკლესიები, რაც მე ჩამოვთვალე ახლა, ყველა აშენებულია მე-11 საუკუნეში, ან ბაგრატ მესამის, ან მისი მემკვიდრეების გიორგი პირველისა და ბაგრატ მეოთხის მიერ, მაგრამ ტონის მიმცემი ამ ეტაპის დამწყები შეიძლება ზოგიერთი უკეთესი იყოს, მაგრამ მე ეჭვება, მაგრამ ტონის მიმცემი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო ბაგრატის ტაძარი. აი ამეთი დაიწყო ახალი ეტაპი ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში და ეს მინდა ეს ძალიან საინტერესო საკითხია ჩემთვისაც, იმიტომ რომ ეს ხანგრძლივ მსჯელობას და ღრმა დაკვირვებას საჭიროებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვისაუბროთ ამ თემაზე. თქვენი აზრით, რას ნიშნავს იუნესკოს აი ისტორიულ ძეგლთა სიაში ყოფნა, არ ყოფნა, აი რამდენად მნიშვნელოვანია უშუალოდ ეს გარკვეული ერისათვის და უშუალოდ ჩვენთვის ამჟამად იქნება თუ არა იუნესკოს სიაში. ახლა ვიცით რომ 1994 წლამდე ბაგრატის ტაძარი არ ყოფილა იუნესკოს სიაში, მაგრამ ბაგრატის ტაძარს ამით მე მგონი არაფერი არ დაკლებია. და ახლა სიმბოლურად ნიშნავდა რომ აი რატო არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, მაგალითად ჩვენ რატო არის აღტეხილი ასეთი ხმაური ჩვენ საზოგადოებაში რომ არ იქა ბაგრატის ტაძარი ამოიღოს იუნესკოსიდან და რაღაც ინგრევა რაღაც არ ხდება ესე აი რა განაპირობებს ამას რატო რა გვაკლდება ერთი სიტყვა რა აკლდება ბაგრატს ამ ახლა ბაგრატის ტაძარს თვითონ რა აკეთება ახლავს არ იქნება ამ სიაში შეტანილი, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ახლა მნახველი როდესაც არის მაგალითად გელათი ამ იუნესკოს სიაში ბუნებრივია როცა ჩამოვა მნახველი და გელათში წავა და იუნესკოს სიაში არ არისო ამის გამო ბაგრატის ტაძარს არ ნახავს ეს გამორიცხულია მე მგონი ახლა ესე იგი ამას ტურისტული ღირებულების მქონესა მაგრამ მე მაინც მემაჩნია რომ გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო აღდგენილი უნდა ყოფილიყო ეს ჩემი აზრია არა მარტო ჩემი აზრია ეთქობა ბევრის აზრიც ასეთი იქნება შეიძლება კი პატარა რაღაცები არ მე მაგალითად ვლახილად გეუბნები დასავლეთის მხარე იმდენად არ მომწონს ვიდრე აი აღმოსავლეთის მხარე რომელიც არის ქართველი არქიტექტურის ბატონ ვანო გრემელაშვილის პროექტით აშენებული ეს ჩემთვის ყველანაირად მისაღებია მაგრამ აი დასავლეთის მხარე რომელიც იტალიელი არქიტექტურის ბრუნოს მიერ იყო არის აღდგენილი იქ რაღაცები არ მომწონს რა სიმართლე რომ თქვა აი მოდი ამაზე ვილაპარაკოთ მაშინ რაღაც ჩვენ სპონტანური საუბარი გამოვდის ისედაც იმიტომ რომ აი მდგომარეობის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ კარგად დაგეგმა მაგრამ ვისაუბრობთ არის სერიოზული საკითხები და პირადად ეს მაინტერესებს ზუსტად ის საკითხები თუ რა დააკლეს ბაგრატის ტაძარს ახლა დაკლებით
რა დამახინჯდა, აი რა არა დამახინჯდა ახლა როგორ ერთიანობაში ცუდი არ არის, მაგრამ აი გარკვეული დეტალები არის ახლა ეს. აი მაგალითად დასავლეთის მხარე აუნიშნე და ერთი პერიოდი საპატრიარქომაც შეიტანა ამის შესახებ ცვლილებებიც და გაითვალისწინეს ეს და რაღაცები მე მოხდა ის ლიფტის გაკეთება რომ უნდა აღარ გაკეთდა აი რკინის სვეტები მაგალითად ბეტონი რომ მოჩანს აშკარად ეს არ მოძ რაც არის ახლა დასავლეთში უბრალოდ არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გამოვლენილი ლეონის დროინდელი ეკლესიის ნაშთია სადაც აკურთხეს ბაგრატ მესამე გაერთიანებული საქართველოს მეფე და ეს კარგად გაკეთდა იმ ხრივ რომ აი ეს ნაწილი რომელიც სადაც აკურთხეს ბაგრატ მესამე მეფედ დარჩა და ეს არ დაუფერე ხო არ დაუფარიათ დატოვეს ისე და ეს ძალიან კარგად ამით უფრო ასე ვთქვათ კომპენსაცია კეთდება ამ დასავლეთის ბევრი ამბობს სხვადასხვა რამდენიმე სერიოზულმა მხატვარმა ვისაც მე ვკითხეთ ეს კაიხნის ამბავია სხვადასხვა მათ თქვეს რომ პროპორციებიც არ არის შენარჩუნებული და ეს ზუსტად იმ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ბრალია, რომელთაც ამ აღდგენა მოხდა. ესე იგი, რას გულისხმობ, რომ ტანი თვითონ ტაძრის და გუმბათი აბსოლუტურად არაპროპორციულია. აშკარად პატარა გუმბათია ტანთან შედარებით. დაპატარებულია იმის გამო, რომ შეეშინდათ, რომ კედელ შეიძლება არა, ეს როგორც მოხდა ახლა ქართული არქიტექტურის ევოლუციის ახლა ბატონი ვანო გარდაცვლილი ახლა სამწუხაროდ რამდენჯერმე იყო ჩასული თურქეთში ოშკის ტაძარი ნახა იქ მე ეს იყო ეს პირველი განვითარების ბოლო ეტაპი ასე ვთქვათ ეს ტაძარი იყო იმ ქართულმა არქიტექტურულ ევოლუციას გავლო მე იქ მათემატიკური გამოთვლები იყო ნახაზების იმის მიხედვით და ახლა არა ეს რეგეთვით ახლა რო რაიმე მე მის პროექტი ედოთ წინ და აკეთებდნენ ამ გუმბათს და მე მაქვს აი ზუსტად გუმბათი და აღმოსავლეთის მხარე მთლიანად კარგით ესე იგი აქ საუბარი არ არის რა თქმა უნდა პროექტზე ყველაფერი გათვლილი იქნებოდა მაგრამ რეალობა სხვა რეალობა კედლის ხარისხი ფურცელზე რა თქმა უნდა სხვა არის და რეალურად მაგას ვერ გეტყვით ახლა მე ახმალის სპეციალისტი არა ვარ მე აქ დეტალი რომელიც მე პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე ვიცი რომ ბაგრატის ტაძარი იყო ეკლექტური ნაგებობა თავისთავად ეს არ იყო ესე იგი იყო ამ ეკლესიაში ამ შენობაში ამ არქიტექტურულ ნაგებობაში წარმართული რაღაც ნიშნებით დაუშვათ სვეტები კოლონები იქონდა წინ და რაც აბსოლუტურად ეს მოშლილია და ამიხსენით ბატონ დავით თუ გაქვთ ამის შესახებ რამე ახლა სვეტები ახლა შიდა სვეტები შიდა არა გარედან სვეტები ახლა არის იქ შემორჩენილი მაგალითად ახლა როგორ გითხრათ მაშინდელი ოსტატები იყენებდნენ ძირითადად მაინც ბიბლიას წარმართულ ელემენტებს ორნამენტაციის თვალსაზრისით და ეს ახლა რაც იყო ახლა ამ სვეტებზე ესენი ძირითადად შემორჩენილი არის ეს ჯერ კიდევ ბატონ მახტანგ ცინცაძესაც ჰქონდა ეს კოლონადა რომელიც წინ აი და რომელი მხარი არის ეს მე მგონი სამხრეთის მხარი არის ხო პირდაპირ აქედან ქალაქიდან რომელსაც უყურებთ წინ შესასვლელის გვერდით მარჯვენა გვერდით იყო კოლონადა რომელიც რა ფუნქციას ასრულებდა მე კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ ეს იყო წმინდა ანტიკური ტიპის ნაგებობა ახლა ჩვენი ოსტატები ხშირად იყენებდნენ იმ დროს მოშლილია დღეს აბსოლუტურად არც აღუდგენიათ აღდგენილი არ არის იმიტომ რომ არ აღადგინეს იმიტომ რომ აი იმდენად შთამბეჭდავად იყო მაშინდელი გაკეთებული თვით მაკეტშიც კი ბატონო ვანოს არ ქონდა ეს კოლონადები აღდგენილი და თვით თავის ნახაზებშიც კი მე რაც მინახავს აღდგენილი არ ყოფილა ამიტომ დატოვეს ისე როგორც იყო შემორჩენილი კარგით ასე რომ მოდით ახალი სვეტები არის ესე ბატონ დავით დრო გვაქვს ჯერ ერთი და საინტერესო საკითხია მინდა ვისაუბროთ აი ბაგრატის როგორც ერთიანობის სიმბოლოს რა სიმბოლო შეიძლება იყოს და რატომ უნდა იყოფილიყო დღეს ბაგრატი აღდგენილი რის სიმბოლოდ განიხილათ მოიაზრებთ აი მე თვითონ მოვიაზრებ იმას რომ საქართველოს რომელიც მე-10 საუკუნის ბოლოში რამდენიმე სამეფო სამთავროდ იყო დაშლილი ხდება გაერთიანება და
გაერთიანება ხდება დიდი მამულიშვილების, მაშინდელი დიდი მამულიშვილების თაოსნობით და მიხვდნენ რომ ერთიანი საქართველო აუცილებელი იყო ეს დავით მესამე დიდი ტაოელი კურაპალატი მყავს ხედულობაში იოანე მარუშიძე და ბევრი სხვა გამოჩენილი მამულიშვილი ბაგრატ მესამეში კიდევ ბაგრატ მესამეს ისედაც ეკუთვნოდა დასავლეთ საქართველოს ტახტი, იმიტომ რომ მის ბიძას მემკვიდრე არ ყოლია, ასე ვთქვათ, დედის მას და უშუალოდ მთლიანად დასავლეთ საქართველო აფხაზეთი მთლიანად შემოვიდა მაშინ და მე ამას მოყვა თვითონ უშუალოდ მხარდაჭერა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე ბაგრატ მესამის სიცოცხლეში მამაც და ბაბუაც ცოცხლები იყვნენ. მამას ჰქონდა მეფეთა მეფის ტიტული და ფლობდა ამირ ტაოს, მის ბაბუას ბაგრატ მეორე ეს ჰქონდა ქართულთა მეფის ტიტული და საკმაოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას ფლობდა თვითონ დავით კურაპალატი ფლობდა იმიერ ტაოს და რომ იტყვიან ყოველგვარი სისხლის დაუღრელად მაშინ მოხდა დაწყება ამ პროცესებისა, თუმცა კახეთი და ჰერეთი ოდნავ მოგვიანებით იქნა შემოერთებული და როდესაც ბაგრატ მესამე 978 წელს ჩამოვიდა ქუთაისში და იწოდებოდა აფხაზეთის მეფედ ჯერ კიდევ დაიწყო ამ გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა და ფაქტობრივად დამთავრდა იგი ზუსტად 1003 წელს და თან ამ პერიოდში უკვე ბაბუა გარდაცვლილია მისი ბაგრატ მეორე დავით ტაუელი გარდაცვლილია და ის ტერიტორიები უკვე შემოსულია შემოდგენლობაში. უკვე მიღებული აქვს და თვითონ ეს წარწერაც გვამცნობს არის როგორც აფხაზთა და ქართველთა მეფე. ესე იგი პროცესი დაიწყო ამით აშენდა სიმბოლოდ ბაგრატის ტაძარი, ქუთაისი ხდება გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი და ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ იმ მხრივ რომ დაახლოებით 155 წლის მანძილზე ბაგრატ მესამედან დავით აღმაშენებლის ჩათვლით ქუთაისი ითვლებოდა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ საერთოდ დედაქალაქად აქედან მიწყდა ყველა თქვენი აზრით ფიქრობთ რომ რადგან ჩვენ დღეს აღვადგენთ ვაბდით ბაგრატს აღდგებოდა გარკვეულწილად ეს სიმბოლო თუ ნუ ახლა სიმბოლოც აღდგებოდა გარდა ამისა არ შეიძლება არ აღნიშნო ახლა ძალიან მისაღებია ახალ ციხეში რომ რაბათი აღდგა და ეს და წარმოიდგინეთ ქუთაისის არქეოლოგიურ ექსპედიციას გამოვლენილი აქვს ეგრის ლაზიკის სამეფოს სასახლე აფხაზეთის სამეფოს სასახლე ბაგრატიონთა იმერეთის სამეფოს სასახლე აი ამათი რესტავრაცია კონსერვაცია თუ კი მოხდება უამრავი სხვა ნაგებობები ენა ეკლესიარები აბანოები წყალსადენების მაგისტრალები ყველაფერი ეს ერთიანობის კომპლექსში მართლა ძლიერი შთამბეჭდავი იქნებოდა და ქართული ეროვნული სული რომელიც და არა მარტო საქართველებისთვის იქნებოდა ეს მისაღები ნებისმიერი სოფლიოს მოქალაქისთვის რომელიც ჩამოვიდოდა და შეხედავდა რომ აი ამ პერიოდში თუნდაც აი დაწყებული აი ამ მთლიანად მთელი საუკუნეების მანძილზე როგორი იყო ქალაქი, მაშინდელი ქალაქი. გაცოცხლდებოდა ყველანაირად და მართლაც დიდი შთაბეჭდილება და შთამბეჭდავი იქნებოდა ყველა მნახველისათვის. ეს ალბათ მომავალში მე მგონი უნდა გაკეთდეს მაინც. ახლაც არის ესენი აღმოჩენილი და მე ამის იმედი მაქვს რომ ნებისმიერი ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ამას გააკეთებს. ცოტა ისტორიულ მართლაც საქმე რაშია, იცით რომ მე კომპლექსურად ვამბობ ყველაფერს ამას. აი ძალიან იუნესკოზე ვსაუბრობდით, იუნესკოს მაგალითი და ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ მაგალითად ბაგრატის ტაძრის მიმართვით შენთ აბსოლუტურად არსობრივად და მწამსობრივად განსხვავებული საკითხები აქ არ არის თავარი შენ. მაგრამ კონკრეტულად რას ამბობს იუნესკო მე არ ვიცი. აი მე შემიძლია გითხრათ ორი სიტყვით ამის შესახებ. აქ თავარი ისა კი არ არის რომ ბეტონით და რკინით აშენებს და აღადგენ შენ ამას თუ რამე სხვა მატერიალს და იყენებ აკონსერვებ და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა. თავარია თვითონ დამოკიდებულებაში ისტორიული ძეგლის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ძეგლის ადგენაში უდიდესი როლი ეკლესიამ ითამაშა რატო? იმიტომ რომ ბათმა უნდა. იმიტომ რომ საერთოდ ეკლესია არ განიხილავს ბაგრატის ტაძარს როგორც ისტორიულ ნაგებობას, არ განიხილავს როგორც ხელოვნების ღირებულების შემცველ
რაღაც ნაგებობას და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად გამოყენებადი შენობა, რომელმაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ წმენას და კონკრეტულ ამოცანებს, რელიგიურ ამოცანებს უნდა მოახერხოს. და იმის ამას ცოტა სხვანაირად ხედავს აბსოლუტურად იუნესკოს მიაჩნია რომ ისტორიული ნიმუში სხვა ნიმუში ეს ისტორიაში დარჩენილი კვალი არის რომელიც ჩვენ უნდა ჭრეტით უნდა კონდეს მასთან ურთიერთობა და ეს დამოკიდებულება უნდა იყოს აუცილებლად დისპანსიური. ეს არ არის გამოყენებადი კონკრეტულად შენობა, ეს არის უბრალოდ ხელოვნების ასე რომ ვთქვათ ზოგადად უხეშად ნიმუში. ამ დამოკიდებულებაში არის მწამსობრივი და არსობრივი განსხვავება. და მე ვთვლი რომ სახელმწიფომ იმ პერიოდის ასე რომ ვთქვათ ყოფილმა ხელისუფლებამ ასე რომ ვთქვათ ეკლესიას უზარმაზარი ასე რომ ვთქვათ დაუთმო უზარმაზარი დათმობა გააკეთა ეკლესიის მიმართ როცა ამ დამოკიდებულებაში გადაზარდა ეს სიმბოლო გესმით და იმასაც კი ამბობდნენ რომ ამ სიმბოლოსთან პოლიტიკური ნიშნებით და რაღაც პოლიტიკური ეს დივიდენდებით ჩაიდო, რადგან ერთხელ ბაგრატის ტაძარში საერთო ეროვნული შერიგების პოლიტიკური პროცესიც კი დაიგეგმა და ასე შემდეგ, იცით, მაინტერესებს თქვენი აზრი, ამ საკითხთან დაკავშირებით და რაღაცაც ჩვენ რეკლამის შემდეგ ვის რაზეც ვისაუბრებთ და შემდეგ მეც ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეც მართლა ძალიან მაწუხებს ეს საკითხი, ბატონო დავით, ახლა რეკლამაზე გავალთ. სლოტ კლუბების ქსელი ლას-ვეგასი ჯერ არ ნახო დიახ, არ მოგესმარ, Hyundai Sonata, ლას-ვეგასი, შეიგრძენი თამაშის უპირატესობა, ჩვენთან ყველა გამარჯვებულია. ქუთაისის სამკერვალო კომპანია იმერი სამუშაოდ იწვევს როგორც პროფესიონალ, ასევე კერვის შესწავლის მსურველებს დასაქმების პერსპექტივით. პირობების გასაგებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 22 54 99 22 07 08. მისამართი ლადო ასათიანის 119. ყურადღება 15%-იანი ფასდაკლება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ზამთრის კოლექციაზე. პოლოსა და კოტონის ბრენდულ მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლას მესამე სართულზე. იჩქარეთ, შეიმოსეთ საუკეთესო ბრენდების ტანსაცმლით ზამთრის დღესასწაულებზე. საჩუქარი ყველას, აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას, კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. კომპიუტერული მაღაზიათა ქსელი კომლენდი გილოცავთ შობა ახალ წელს და სადღესასწაულო პერიოდში გთავაზობთ საუკეთესო ფასებს. კომპიუტერები 299 ლარიდან, ნეტბუქები 490 ლარიდან და ნოუთბუქები 599 ლარიდან. ენდე ჩვენს 15 წლიან გამოცდილებას და მყარ გარანტიებს. კომლენდი ჩვენთან საახალწლო საჩუქრების ფართო არჩევანია, თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნება. მისამართი: ქუთაისი, წმინდა ნინოს პირველი, ჭავჭავაძის 67, წილადი 112, გრანდ მოლი, თამარ მეფის 95, ტელეფონი 29 29 92. სილამაზის ცენტრი ელიტა გილოცავთ შობა ახალ წელს. ელიტა გთავაზობთ ტუჩის კორექციას, ბოტოქს, მანიკურს, კოსმეტოლოგისა და სტომატოლოგის მომსახურებას. ჩვენთან შეგიძლიათ გაიკეთოთ ტატუ, მასაჟი, აფრიკული ნაწნავი, სადღესასწაულო ვარცხნილობები. თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური შვარცკოფის წარმომადგენელი ქალთა და მამაკაცთა სტილისტები. სილამაზის ცენტრი ელიტა ასევე გთავაზობთ დახელოვნების კურსებს უახლესი მეთოდებით, გაიცემა ლიცენზია და სერტიფიკატები. მისამართი: ტიციან ტაბიძის 51 უნივერსიტეტის უკან. სილამაზის ცენტრი ელიტა. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ.
მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. წინა წელს მან გადაწვა ნაძვის ხე. ცემო თოვლის ბაბუა და გაიტაცა შოკოლადით სავსე მანქანა. იმიტომ რომ ის არ უსმენდა ძველ ქალაქს. იცხოვრეთ ჩვენთან ძველ ქალაქში. მრავალს დაესწარით. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ვაგრძელებთ გადაცემას, ბატონ დავით, მოკლედ ჩვენ შევეხეთ აი ამ საკითხს, თუ რას წარმოადგენს, აი თვითონ რა თამაში მოხდა თქვენი აზრით ბაგრატის ტაძარი. ეს თამაში არ არის ასე ვთქვათ ისეთი სიტყვა, რომელმაც შეიძლება დააფრთხოს ადამიანი. გესმით? მე გულისხმობ ძალიან კარგ თამაშს, რომელშიც ემოციებია ჩვენ თავმოყრილი, დადებით უარყოფითი ზოგი ეჭვობს რაღაც, რომ ამ მოვლენის უკანთრად ვერ არის კარგად საქმე, რაღაცეები, სხვა რაღაცეებიც ხდება. ზოგს ძალიან გულით უხარია, რომ ხედავს ასე დიდებულად აღდგენ ტაძარს, მაინც აი რა ვქენით ჩვენ რა თამაში მოხდა ეს ტაძარი? მე ერთ რამეს ვიტყვი ახლა. ისე რომ დარჩენილიყო ბაგრატის ტაძარი, როგორიც იყო ახლა ალბათ ბევრს უნახავს სურათები, როგორი იყო 40-იან 50-იან წლებში გაპარტახებული, დანგრეული, ეს მართლაც სასწაულობა იქნებოდა და ძეგლი თავის მხრივ ფუნქციას დაკარგავდა. იყო ისტორიულად ტრადიციებიც არსებობს იმისა, რომ შემოსული მტერი ხშირად ანგრევდა, ლეწევდა ძველ ეკლესია ტაძრებსა, მისი აღდგენა, რესტავრირება შემდგომ საუკუნეებში ხდებოდა. ასია მაგალითად ცხოველის ასია, ჯვრის ეკლესია ასია, ასია აღდგენილი ალავერდის ტაძარი, სამთავისის ეკლესია, უწყინვალესი ეკლესიები, მე რომელიც ჩავუნდა პირველი ხარისხოვანი ეკლესიები, თორემ ისე რამდენია კიდევ ასე აღდგენილი და ახლა რა ვიცი, ახლა მათზე ასეთი აჟიოტაჟები და ის არ ყოფილა მაშინ ამტყდარი. ერთი პერიოდი, ახლა მე ჩემი სტუდენტობის პერიოდი გამახსენდა და ჩვენ ვჟელობდით მაშინ ბატონი ვახტანგ ცინცაძე რომ ამბობდა, რომ იგი არა მე-10 საუკუნის ეკლესია ხშირად ვამბობდით. ახლა და მეც მაგას ვიზიარებდი, რომ აღდგენა არ არის აუცილებლად საჭირო სტუდენტობის პერიოდს ვამბობ, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდს, რომ ის ქმნის არა მე-11 საუკუნის ეკლესიას, არამედ ახალს მე-20 საუკუნის ეკლესიას გვიქმნის და ასეთი რა თქვინდა და რა, მაგრამ სხვათა შორის აი ზუსტად ბატონ ვახტანგ ცინცაძის დროს აღდგენილი ის მიიღო მე იუნესკომ თავის შემადგენლობაში ბაგრატის ტაძარი. ასე რომ ეს ახლა პროცესი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს ჩემი აზრით, ახლა ამან არ უნდა იმოქმედოს იმაზეც, რომ სხვა ძეგლთანაც ეს დამოკიდებულება გაგვისდეს. მაგრამ ერთი რაღაცა არის, რომ სიჩქარე არ არის აუცილებელი. ეს ძალიან როდუნებით ნელ-ნელა უნდა გაკეთდეს, ყველა დეტალი უნდა გაიზომოს, საზოგადოებამ გაკეთებული ხო ეს სიჩქარეც მონაწილეობა, აი ეს სიჩქარე რაღაც საერთო თვითონ სიჩქარეც იყო საერთო და თვითონ იდეოლოგიზირება ამ პროცესის რომ ეს არ უნდა ხდებოდეს საერთოდ. ესე იგი გამოდის ერმაკი არა ააშენა გარკვეულწილად ტაძარი ააშენა რაღაც გარკვეულმა ძალამ, რომელსაც რატომღაც დატოვა ეჭირო მას ეს რაღაცაში ჭირდებოდა. გასაგებია ყოველთვის ასეთი ტიპის წაღამ ჩვენ საუბრობდით და თქვით რომ ამას გავიმეორებთ, ასეთი ტიპის ნაგებობა ყოველთვის პოლიტიზებული არ უნდა იყოს პოლიტიზებული. აი ამის მაგრამ საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილე, მაგრამ პოლიტიზებული არ უნდა გახდეს. ყოველთვის იქნება ასეთი ტიპის ტაძარი. ფეხბურთიც პოლიტიზირებული. დღეს და დიდი ამბავი რომ ბაგრატის ტაძარი პოლიტიზირებული და პოლიტიკის აღდგენილი, ახლა რომ ეკლესიები ჩამომთვალია, ახლა და ამის გარდა კიდევ უამრავი ეკლესია აღდგენილა და კაციშვილს არც გაუგია და არც არაფერი და ბევრმა არც იცის აღდგენილი თქვა სვეტიც არც იცის რა არის. რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე რაშია, რა თქმა უნდა, ეს სიჩქარე. აი მე მახსოვს მიუღებელია, ხრომის ტაძარი, ახლა მახსოვს მე ჩემი მაშინ გუმბათი საერთოდ არ ქონდა, მაგრამ ძალიან ნელა აღადგინა მაშინაც ბატონმა ვახტანგმა, ჯერ ხის გუმბათი და რამდენად
ახლა კაციშვილმა არავინ არ იცის, ეს მახსოვს, აგერ არის 80-იანი წლების დასაწყისში. აღდგენილია თუ არა წრომის ტაძარი, ახლა მე გუმბათი იწევ, რაც მახსოვს, თორე დანარჩენი ნაწილიც მისი აღდგენილი იყო. კაციშვილმა არავინ არ იცის, ახლა საერთოდ წრომის ტაძარს უნახულობენ გასაგებია ეს მარტივი ეს არის სამწუხაროდ ეს პოლიტიზებული გახდა და ვისთვის რა წავიდა თითქოს არ ვარ წინააღმდეგ ბატონ ვახტანგ რომ ეს გახდეს პოლიტიზებული წახან ვამბობდით იმის არ იყოს მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ვერ გავიგე მე თვითონ ამ სიმბოლოსადმი ესმით და რას ნიშნავს ერთიანობის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო მაგალითად და ერთიანებული ახლა მე-11 საუკუნის ერთიანობას ბისკენ ვისწრაფვით ჩვენ არა ჩვენ ისკენ ვისწრაფვით ეს სხვა არის მაგრამ აი იმ პერიოდის გაერთიანების სიმბოლო უნდა იყოს აღდგენილი მე ამის მოკლედ კი მაგრამ იმ პერიოდის ერთიანობის სიმბოლო შეიძლებოდა ყოფილიყო ნანგრევიც ხო ნუ ახლა სიმბოლოდ მაინც ახლა მაინც დანგრეული საქართველოს და შემოგვენგრა არა ხო გასაგებია მაგრამ ერთიანობა შემოგვენგრა და მასე დანგრეული სიმბოლოს ეს ისტორიული ფაქტი და ისტორიული ვიცი თქვენი მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ დანგრეული სიმბოლო აი მე მინდა ვთქვა რომ დღეს საქართველოს არის აბსოლუტურად სხვა ტიპის ქვეყანა არჩენებს აბსოლუტურად სხვა ტიპის სახელმწიფოს ის აშენებს დემოკრატიულ დესტრუქტურიზებულ სახელმწიფოს სადაც აბსოლუტურად ყველა მწამსის ყველა შეხედულების ადამიანი ყველა ეროვნების ყველა პოულობს თავის ადგილს, თავის სამშობლოს ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი კონცენტრირდება მხოლოდ სამართლებრივი სიმბოლოების მხრივ. ამიტომ წაღან თქვი ის არ იყოს რომ ერთად ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო ეს არ შეიძლება იყოს რელიგიური ნიშნის მატარებელი სიმბოლო, ეს უნდა იყოს სამართლებრივი ნიშნის სიმბოლო, რომელიც უნდა გამოიხადოს 11 საუკუნეს. ახლა მაგრამ არ ეშლებოდა და ახლა ჩვენ მეფეებს ისიც და მაშინ და პოლიტიკურ ეს რელიგიური შემწყნარებლობა ყოველთვის იყო და ცნობილია ფაქტებად. ეს მართლმადიდებლობის ღირსებაა ზოგადად. მაგას აღნიშნავენ თვითონ არაბი ისტორიკოსები, უფრო მეტი ხელშეწყობილი პირობები არის საქართველოში მუსლიმანებისთვის, ვიდრე თვითონ ბაღდადში ეს ჩვენ საუბრობთ კონსტიტუციაზე, გესმით? აი ჩვენ რომ ესე იგი რომ შევკრათ ახლა თემარის, რასაც მე მინდა გამომახვილო ყურადღება, ბოლო-ბოლო აქ მაინც მე ვთვლი, რომ რელიგიურმა ასე ვთქვათ, აზროვნებამ და რელიგიურმა გზამ რაღაცნაირად ამ სიმბოლოში ეს ერთი გამოვლინება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩანს ჩვენი სახელმწიფოს ნებისმიერ ნაბიჯზე, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების, რომ კონფლიქტი, რომელიც იზრდება რელიგიურ და სამოქალაქო აზროვნებასა და აი სივრცეებს შორის, ესმის ეს რაღაცნაირად მზარდია და მნიშვნელოვანია. საზოგადოება ვერ იგებს ამას, აი რატო ხდება ეს, აი რას ვაშენებ? ჩვენ ხო უნდა გქონდეს დიდი კონცეფცია, რასაც მომავალ ისტორიას დავამყარებთ, არა, ბატონ დავით. აი მე არ უყურებ ამ ბაგრატის აღდგენას ასე მარტივად, რომ ის ლამაზი არა, ლამაზი ვინა აშენა რა და ძალიან ლამაზია წეღანი, ისეთ გითხარით, რომ მართლა მეც მიხარია რომ ხედავ ძალიან მიხარია ხალხის ყველა ხო ამ შემთხვევაში მე კონცეფცია მაინტერესებს რის საფუძველზე აკეთება გესმით ეს იმიტომ რომ ლამაზი სხვა ნაგებობა შეგვეძლო ჩვენ აგვეშენებინა არა მაგრამ ახლა მე მაინც მოხრევარ იმისა რომ მაშინდელი სიმბოლო თუნდაც მაშინდელი ახლა დღევანდელისთვის შეიძლება მიუღებელია ის მაგრამ მაშინდელი სიმბოლო უნდა იყოს აღდგენილი იმიტომ რომ ნანგრევის სახით მაინც ახლა შემორჩენა იმიტომ რომ მაშინ და ფაქტობრივად აი საქართველოს ძლიერებას აი მაშინ ჩაეყარა საფუძველი იმ ორ საუკუნოვან პერიოდს და რაღაც ახლა ყველაზე მეტად ხელშესახები რაც იყო აი ამ პერიოდისათვის აი ეს იწყება ზუსტად ბაგრატის ტაძრიდან და ახლა ამ ჩვენ რასაც რა განვითარების მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს საქართველოს მომავალში და რა დიდი დემოკრატიული ქვეყანაც არ უნდა შევიქმნათ ამ ორ საუკუნოვან პერიოდს ჩვენ ვერ ამოვაგდებთ ხო პირიქით დიახ ეს საკმაოდ იმიტომ ამას მოყვა ახლა მარტო ბაგრატის ტაძარი კი არ არის აქ საქმეში ამას მოყვა საერთოდ არა მარტო არქიტექტურის განვითარება ფრესკების განვითარება ოქრომჭედლობის განვითარება იქამდე ხელმწიფის კარის გარიგება შეიქმნა ეს მაგ პერიოდში ეს არის ფაქტობრივად ფეოდალური ხანის
კონსტიტუცია, თანამედროვე კონსტიტუციას რომ შეშურდება, იმდენად ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველა მოხელეს თავისი ფუნქცია, ყველას ვინც არის იქ უმაღლეს თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვიხმაროთ, მინისტრები, მაშინდელი უხუცესები, ხომ დარბაზობაზე, ესე მართლა შეშურდება, როგორც აღნიშნე თანამედროვე კონსტიტუცია. წუნს ვერ მოუნახავდა. ეს ბუნებრივია, მოდის აი ამ პერიოდიდან, რომელიც მაშინ ხდებოდა. მაშინდელი პერიოდი მასშვა ეს ბექა და ბეშკენ ოპიზრები და ამ გაერთიანებულ საქართველოში ყალიბდება ეს უბრწყინვალესი ოქრომჭერლობა. ოქრომჭერლობის ბრწყინვალე სკოლა იქნება აი ამ პერიოდიდან დაწყებული გელაჩი და საერთოდ სიმბოლურადაც გახდა მაშინ ბაგრატიდან დაწყებული ეს პროცესი და 2 საუკუნე გაგრძელდა და მე რატომ ამას იცი აი ბაგრატის ტაძარზე ეყრება საფუძველი იმ ეპოქაში ახლა ეს მაგრამ ეს ახლა თანამედროვე ეპოქისთვის მისაღები და შეიძლება არ არის მაგრამ იმ ეპოქისთვის ნამდვილად მისაღები არის და ამიტომ ვფიქრობ რომ მაინც უნდა ყოფილიყო აი ეს ამ ეპოქის ძეგლი აღდგენილი ასე ამ ეპოქის სიმბოლო რაც იყო. მართლაც ძალიან რთული თემაა, აბსოლუტურად ეს არის არც ისეთი მარტივი თემა, ვერსო გონია. სხვადასხვა ჩვენი საზოგადოება, მე არ მესმის ჩვენი საზოგადოების, აი რატო ვარ გაჩუმებული, მე ერთი პერიოდი შევეცადე შემეყვარებინა კინოც. ახლანდელი ბაგრატის ტაძარი და ვფიქრობ ეს შევძელი რამდენადაც სინდისმა გამიშვა. იმიტომ რომ ვიფიქრე რომ თუ კი ეს არ მომეწონებოდა ეს რაც ხდება დღეს აბსოლუტურად მთლიანად დავკარგავდი იმასაც რაც მიყვარდა და იმასაც რაც დღეს არის ეს ესმით ეს ცოტა ესე ჟღერს რა თქმა უნდა თლად გულწრფელი არ ვარ იმიტომ რომ სიყვარული თავისთავად იმიტოა სიყვარული რომ მართლა გულწრფელად მომწონს დღეს ის რაც არის მაგრამ თლიანად რომ ამითი ჩვენ დავკარგეთ ჩვენ შევიძინეთ რაღაც რაც მართლაც კარგია დაუშვათ მომწონს კარგია მაგრამ შეძენასთან ერთად ჩვენ რაღაც დავკარგეთ და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ შეგვეძლო კი ისე მოქცეულიყავით რომ არ დაგვეკარგა არაფერი და ამავე დროს შეგვეძინა კიდეც ასეთი დიდებული და ლამაზი შეიძლება და ის ისე დაგვეკტოვებია ისე დაგვეკოსე ისე ლამაზად შეგვეფუთა ეს ჩვენი ისტორია ეს ჩვენი რეალობა რეალური ისტორია რომ აი ყოველგვარი პოლიტიკური სიმბოლოების გარეშე ასე თქვენ მოყევით რომ მე გასაგებია მე 11 საუკუნის შესაძ ჩაეყარა საფუძველი და ასე შემდეგ მაგრამ აი რუარ დაგვეკარგა გასაგებია ვიცი რასაც ამბობ რომ არ აღდგარიყო ტაძარი მაშინ უნდა დარჩენილიყო აი ბატონ მახტანგ ცინცაძეს რომ ხონდა აღდგენილი ეს 70-იან წლებში და იქ უნდა მოხდარიყო მისი გამაგრება მაგრამ ერთი რაღაცა უნდა აღნიშნო ღია ცის ქვეშ მაინც ის ქვები იშლება იფიტება ან მისი რაღაცნაირად შეფუთვა ისე უნდა მოხდარიყო ან დაცვა რომ მომავალში არ გაფუჭებულიყო ასე კიდევ შეიძლება მაგრამ ამას ახლა რანაირი ფასი ექნებოდა როგორ დარჩებოდა იუნესკოს შემადგენლობაში ხო ეს ჩემთვის არ არის პანაცეა იქნება თუ არა ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ნუსხაში ეს ჩემ მე ნაკლებად მაღელვებს მართალი გითხრათ საერთოდ თუ მაღელვებს აღნიშნე ახლა ტურისტი როცა ამოვა და გელაც ნახავს ახლა და ბაგრატს შეხედავს როგორ არ ამოვა ახლა და არა ეს იუნესკოს ტურისტი კარგია მაგრამ ისე ამბობ ხო ტურისტი კარგია ქვეყანაში უნდა იყოს მაგრამ ამ შემთხვევაში სავაჭრო არის ბაგრატი ნამდვილად არ არის სამწუხაროდ ეს რო გაკდა რომ არის ამის მაგრამ იცით რა არის აი თქვენ ძალიან ახსენეთ სიჩქარემ დააბნია ბევრი გესმით ხო იმას ვამბობ რომ საზოგადოება რაზე მწყდება გული საკუთარ თავზე მწყდება გული რომ მე ხმა არ ამოვიღე მაშინ როცა ეს კეთება და იქ ბეტონის მოზელა დაიწყეს და მანქანები მიაყენეს და დიდი კრანები აღმართეს ამწეკრანები და ასე შემდეგ იცი შორდან უყურებდი მე ამას და ყველა შორდან უყურებდა სოციალურ ქსელებში ბევრი რაღაცებს ლაპარაკობდნენ ზოგადად მაგრამ არავინ მისულა იქ და არაფერი გავპროტესტებია ერთი არავინ დაწოლილა იქ იმ მანქანების
ქვეშ და არ უთქვამს რომ არა ეს არ უნდა გაკეთდეს. ამიტომ ესეც ახლა ჩვენ საუბარით, ჩემი საუბარი კონკრეტულად, რაც არის ცოტა საფუძველს მოკლებულადაც მეჩვენება, რაზეც მართლა დიდ წუხილს გამოვთქვამ, იმიტომ რომ ახლა მართლა ხვდები რომ მაშინ უფრო მეტი უნდა მეთქვა, ან დადებითი, ან უარყოფითი, ან დამეცვა, ან უნდა უარმეყო, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა ეშენებინა მაინც ეს აი საზოგადოების მობილიზება საჭირო იყო ამის აი შესახვედრად ბაგრატის ტაძართან შესახალ შენობასთან შესახვედრად და ეს უფრო სხვანაირი გამოვიდოდა ესეთი სიჩქარეც არ იქნებოდა და პოლიტიკურ ელფერს და ეს ავანტურებსაც დაკარგავდა მე ასე ვფიქრობ. სხვადასხვა საერთოდ უნდა აღნიშნო ისიც აი ეს ბეტონი და მაგრამ სიმყარისთვის მე რომ შევხედე ჩავიდნენ მაქსიმალურად სვეტებისთვის რაც შეიძლება ღრმად. ესე იგი დედაქანამდე დავიდნენ ყველნაირად რა. მაგრამ ახლა რა არის, რა გააკეთეს? ეს კი გააკეთეს კარგად. ბეტონი შიგნიდან არის და გარედან რო შეხედავ, არის მე ვამბობ აღმოსავლეთის მხარეს, მე არ ვამბობ ბრუნოს მიერ აღდგენილზე, აი იმას რო შეხედავ, იქ ბეტონი საერთოდ არ ჩანს. Actually, სიმხარისთვის რომ არ გაგეთებია. იმედია ეს ამაზე ფიქრი დავა და შრომა ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ გაგრძელდება და ჩვენ ბოლო-ბოლო მივიღებთ ისეთ მთლიანი აღდგენილი მაინც არ არის. მთლიანად არ არის, ნამდვილად არ არის, ბატონო, გალერეები არ არის აღდგენილი. აი ზუსტად იმ გალერეებზე ვლაპარაკობ და იმედია ჩვენი საზოგადოება მიიყვანს ბოლომდე ამ დაწყებულ საქმეს და საქართველოს მართლაც ექნება საამაყო ესო აღვადგინეთ ჩვენ ბაგრატის ტაძარს. სხვა გზა და სხვა გამოსავალი ჩვენ არ აქვს. არა ერთი დადებითი კიდევ არ შეიძლება რომ არ თქვა ბოლოს აი ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით ქუთაისის არქეოლოგურმა ექსპედიციამ ჩაატარა თვითონ ტაძრის შიგნით არქეოლოგიური გათხრები. იქ აღმოჩნდა რამდენიმე ეკლესია სხვადასხვა პერიოდის, აღმოჩნდა თვით წარმართული ხანის ტაძრის ნაშთი, რომელიც მართლაც ქალაქის ისტორიისათვის, ქვეყნის ისტორიისათვის, საერთოდ საეკლესიო ხრუთმოძღვრების თუ მთელი კულტურის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ნორმალური საქმეა და თქვენთვის არ იყოს ამ დიდ კომპლექსს ადრესობიან ჩვენ აუცილებლად აღვანდეთ. დიდი მადლობა მინდა დაგაშვიდობოთ და ამ საინტერესო თემაზე იმედია თქვენს დაფიქრდებით და თქვენს სულ შეიტანთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგად ვსვამდებოდეთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს. სლოტ კლუბების